უსმენდი გადამდგარ ვიღაც რუს სამხედრო ეჩვეულებრივ სამხედრო იმას მოხუც ადამიანს რომელიც სტალინის დროის ამბებს იხსენებდა მაგრამ თქვა ერთ ძალიან ნიშანდობლივი ფრაზა ნუ ჩვენო იქო გორბაჩოვის დროს მოლაპარაკება გქონდაო და გერმანიის დეოკუპაციაზე ცალმხრივად მოვაწერეთ ხელიო და როდესაც ოკუპირება ხდებოდაო ხო გავიყავითო არა ეს გერმანიაო და ერთი მხარე ჩვენ დავიკავეთო და მეორე დასავლურმა კოალიციამ გაყოფილიო და ჩვენო ცალმხრივად ავიღეთ ვალდებულებაო რომ დეოკუპაცია მოვახდინოთ გავიდეთ მეორე მხარე ისევ იდგასო ანუ ოკუპირებულიაო ნუ ეგ ახლა შეიძლება ისეთია უტრირებული იმ გაგებით რა გაგებითაც მოხდა შეიძლება ბოლოს ისეთ სიგნალებში ეგრე მარტივად ეწეროს სამხედრო ბაზები იდგა სამხედრო დამოუკიდებობა მიუხედავად ნატო იქ რაღაცა პრინციპებია რომელიც ნუ იცავს ამ ქვეყნებს მეტნაკლებად და ვალდებულებებს აწესებს ძლიერებსა და მცირეებს შორის რომ რაღაცა პარიტეტი დაცული იყოს და უფლებები მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში დიდ სურათში რომ შეხედო ვისი ჯარიც დგას შენ ქვეყანაში მას აქვს შენზე ზეგავლენა ხო გავიხსენოთ რომ მერკელის მოსმენის საკითხი და რამდენი რამე იყო ამერიკა რო უსმენდა მერკელს და მე ისე რომ ჩაფარცხოს რომ ვითომ არაფერი და კიდე ბევრი რამე გაირკვევა ეხლა ხო ეხლა ნახე საბოლოო ჯამში სად გავდივართ შედეგზე რა ძალიან რო არ გავუბლაროთ ეს ჩვენი საუბარი რა შანსი აქვს ახლა ევროპას რომ გაძვრეს აქედან ამ სიტუაციიდან ერთადერთი შანსი რეალურად რომ ამერიკული გავლენა კონტინენტიდან ამოაგდოს თვითონ აქვს ყველაზე დიდი ინტელექტუალური რესურსი რუსეთს აქვს სულთა ბუნებრივი წიაღისეული და სამხედრო რესურსი და ჩინეთი არის უდიდეს საწარმო და ამავდროულად ბაზარი თვითონ ეს სამი ხაზი რომ შეიკრას ამერიკას კონკურენციას ნამდვილად გაუწევენ და ძალიან მნიშვნელოვანს და კონტინენტიდან მინიმუმ მაგრამ ამას თავის ფასი ექნება უბრალოდ ვერ მოხდება ევროპა ვერ გააკეთებს ამას იმ ორი მიზეზით რომ სამხედრო ბაზები იქ დგას და ყველა სახელმწიფოს სათავეში მისხედან ამერიკული კორპორაციების ყოფილი თანამშრომლები